მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარზეა, რესტორანში თავისუფალი ადგილის მოძიება ჭირს. ეს ალბათ გემოთ მოყვარე და დროსტარების მოტრფიალი ხალხის მახასიათებელია. ამიტომაც კვების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულია. მაგრამ სუფრას თავისი ტრადიცია და კულტურა აქვს. მაგალითად, კახეთში ყველა სადღეგრძელოს კონკრეტული მუსიკალური გაფორმება მოსდევს. თბილისში კი რესტორნისთვის მთელი შოუ პროგრამაც კი იქმნება. ფანუღები ასე უწოდებდნენ ძველ დროს მუსიკოსებს, რომლებიც დუქნებში და ხინისა თუ ჭირის სუფრასთან უკრავდნენ და მღეროდნენ. ფანუღური კულტურა წლების განმავლობაში დაიხვეწა და დროსაც ფეხი აუწყო. გიორგი ახვლედიანი არ ყვევდა სად, რას და ვინ მღერის ქართულ რესტორნებში. ძველ სიღნაღში რესტორანში შესულ სტუმარს ჯანგირა და მისი ბენდი მიაცილებს. კვარტეტი ძველი, მამაპაპური ტრადიციების მიმდევარია. მსმენელი შესაბამისი, უფრო ასაკოვანი ხავთ. ახალგაზრდების გემოვნებას კი მედუდუკე გივი ჯანგირაშვილმა ვერაფერი გაუგო. ჩვენი ნაღდი არ უყვარდა. კომპიუტერი უყვარდა. ერისიონზე და როგორც სუხიშვილების შესრულებით მთელი სოფლიო გაგიჟებულია და ამათ ამ როვისი მოსტონტა ჩემამდე არ გაქვს. ტრადიციულად ყველა სადღეგრძელოს შესაბამისი სიმღერა მოხვება. 30 წლიანი გამოცდილება თავის აშვება. საქართველოს სადღეგრძელებენ, საქართველოზე იმღერებს სიმღერას. ომში დასულებს სადღეგრძელებენ, ომში დასულებზე იმღერებს. და ეს ჩვენი ეს ქართული ტრადიცია და ჩვენი მამაპაპური ეს ჩვეულება ჩვენ არ დაგვიკარგავს და ამ პარს მივდევთ. ეხლა ჩვენ რო სადღეგრძელო საქართველოს ვთქვა და მე ოჩენ ჩვენი იმღერო, აბა სად ვხდება კაცო. რეპერტუარი საკმაოდ ვრცელია, ასე რომ თამადას მშვიდად შეუძლია დაილოცოს. სადღეგრძელოს შემდეგ სიჩუმე არ ჩამოვარდება. დედებს გაუმარჯოს. ბიჭებო, ეხლა ამ სადღეგრძელოს რაც მოუხდება, ძალიან ხოდო, ერთი კაი სიმღერა. ჯანგირას კვარტეტის მთავარი კოზირი კლარნეტის დაშლა და თეფშით შექმნილი აკუსტიკა. ეს შოუ განსაკუთრებით უცხოელებს მოსწონთ. კლარნეტის დაშლა უნდა დაგვეწყო თუ არა და მოიცათ წამოხდნენ და ესე იგი ზოგი სუნკიდან ზოგი საიდან ამ ვიდეოი გადამღებებს თუ მობილურებს რო იღებდნენ და მოვიდნენ და ესე იგი დაიწყო და დაიწყო და ეს თებში როცა ის აკეთებ იმ რაღაც ფოკუსივითაც გამთასილამაზე და შეზავხოშებულ კაცს უხარია გაიგერო რაც ლამაზად გაატოვდა იმათ რო უხარიან კიდე მეც გაზამჯელოს მაგრამ მეც მიხარია მქონდა ქიზიყში სუფრის დასასრულის ტრადიციულია. სიღნაღის ძველი გალავნის ქვეშ მუსიკოსებს ლოცავენ. ადამიანს დალევა რო არ უნდოდეს და რაღაც თავის ფიქრებში რო იყოს, მაინც იმდონედან მიყავთ ამ ხალხს, რომ მაინც დალევენ, იქეიფებენ და ისეთები გადიან, რომ ამ ხალხის მაყოფილი არ შეიძლება, რომ ამ ხალხის აღზრდა არ დაელიოს. ამასობაში თელავში ყველა გოგოთურებს უსმენს. ოჯახურ ტრადიციას საფუძველი რამდენიმე ათეული წლის წინ გოგოთურ ღაღაშვილმა დაუდო. პოპულარობა ოჯახურ ანსამბლს 7 მაისის სიმღერა მოუტანა. გიორგი ლეონიძის სიტყვები მუსიკალური შემოქმედება მომაჩენის იყო. ამ სიმღერით გახდნენ ამ 7 მაისში მოსული სიმღერით პოპულარულები ძალიან კახეთში მერე საქართველოში მთლიანად. და ზუსტად აი ეს არის რო იტყვიან გასაოცარი 7 მაისში დამებადა ბიჭი და იმ ცხონებული მამის სახელს ატარებს გოგოთური ფრია. გოგოთურების რეპერტუარი ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას აერთიანებს. ხალხი რასაც ითხოვს, სიმღერები გვაქვს ხალხური, ესტრადული, თითქმის ყველაფერი.
რამდენიმე საათის განმავლობაში მომღერლებს მოდუნების საშუალება არ აქვთ. თუმცა იშვიათად განსაკუთრებულ შემთხვევებში გოგოთურები სუფრის წევრებს უერთდებიან და ნამდვილი კახური ქეიფი წყურდება. თქვენ ლამაზ უფას შემოვერთებით და ლამაზი სიმღერით გავალამაზებთ. ყველაზე კარგი ის არის რომ ჩვენი გოგოთურები რომ ჩვენ ხალხურ ქართულ სიმღერებს რომ შემოზახებენ ხოლმე. ამ ადგილისთვის შუამთაშიაც ავდივართ ხოლმე რომ შუამთაში მოусმინო და დღეს ალაზნის ვერ შემყოფებიან. შემოველთ მაგის გულისთვის რომ კიდევ ერთხელ მოусმინოთ ამ ძველ ლამაზ ანგებს რომელ ანგებსაც ესენი მღერიან. სტუმრის გაცილების ტრადიცია კახეთში წმინდათა წმინდა. გზის დალოცვის გარეშე საპატიო სტუმარი თელავიდან ვერ წავა. გოგოთურები არამხოლოდ თავისი უნიკალური ბიჭისა და სიმღერების წყალობით აბედნიერებენ ადამიანებს, განსაკუთრებულ სტუმრებს, რომელთა შორის დღეს დროებაც არის, ისინი აცილებენ და გზასაც ულოცავენ. აი ესეთი ლამაზი, ლაზათიანი და გემრიელი კახური სიმღერები. თბილისში კი მალე რესტორნისა და ფილარმონიის გარჩევა გაჭირდება. დადებით განწყობას სტუმარს მუსიკა რესტორნის შესასვლელში მოუქმნის. ეს არის ხოლი, კრავს ვიოლინო და სტუმრები იკრიბებიან ქვევით. მუსიკალური განწყობა აქვე იწყება. მოგზანდით. რესტორანში ყოველდღიური კონცერტი ცნობილი მომღერლებით დასავლური ტრადიციის საქართველოში დამკვიდრების მცდელობაა. თითქმის ყოველ დღე, ასე ვთქვათ, ჩვენს რესტორანში მიდის უფასო საკონცერტო პროგრამა, საათნახევრიანი. ანუ რესტორანი ჩუქნის საკონცერტო პროგრამას მობრძანებულ სტუმრებს და შემდეგ უკვე ჩვენი პროგრამა გადადის სარესტორნო ფორმატში, ანუ ხდება მობრძანებული სტუმრების სურვილების დაკმაყოფილება. ლეგენდარული 4 გია, რომელთა სიმღერებზეც თაობები გაიზარდა, ანსამბლის დაშლის შემდეგაც პოპულარულია. შორის აქცენტ და გთხოვენ ხოლმე 4 გიას რედაქტორად შეგისურვებთ. შეჩერდები და ყოველთვის ვასრულებთ ხოლმე მაინც. თორიას გთხოვენ ხოლმე. ვარდგი ნახე ბახში გულის დარდა და რომ არის სიმღერა. რა ვიცი, ძალიან ბევრია სიმღერა. უამრავი ჰიტის შემსრულებელი მაია ყარყარაშვილისათვის რესტორანში ყოველდღიური კონცერტი ფორმაში ყოფნას ნიშნავს. მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა კი 1-2-რად გაიზარდა. მე როდესაც ხოლმე საღამოს გამოდივარ სცენაზე, მე არ მგონია რომ ვღერივარ რესტორნის სცენაზე. და ყოველ საღამოს მაქვს მგონია რომ მართლა ვდგევარ სცენაზე ფილარმონიაში და ვღერივარ. ეს არის ყოველდღიური ტრენაჟი, ეს არის ყოველდღიური ცოცხალი შესრულება, რაც დღეს ბევრ მომღერალს სხვათა შორის აკლია და ასე ვთქვათ მუსიკალურ ჯინს აქ ვიკლავთ ხოლმე. ხალისიან განწყობას როგორც ყველგან აქაც პოპური ქმნის, მით უმეტეს თუ სცენაზე უბერებელი კახი მაისურაძე მღერის და ხუმრობს. დასაბამი მაინც იბერიამ დაუდო. ამის შემდეგ წამოვიდა ანსამბლი მხოლოდ შენებს, რომელმაც ამას მისცა უფრო ცოტა შეკრული ხასიათი იქ დაემატა, ცოტა პაროდია, ცოტა ვოკალი მეტი, კლასიკა მეტი დაემატა. შემდეგ ამის პარალელურად კიდევ შეიქმნა ესეთი ანსამბლის კერძო, რომელშიც მე მოღვაწეობდი და ამ შემდეგ აი მისი ზუსტად აი მისი იმიტაცია ეხლა. რესტორანში პოპულარული მუსიკოსები ძველი სტერეოტიპის დანგრევას და ქეიფის კულტურის კიდევ უფრო დახვეწას ნიშნავს. მით უმეტეს რომ დღეს რესტორნის არჩევა უკვე იმის მიხედვითაც შეიძლება, სად, რას, როგორ და ვინ მღერის. საბჭოებში აკრძალული სპორტის ქართველი ჩემპიონები და ბედუინების სამფლობელო დროებაში რეკლამის შემდეგ. არ გამოგრჩით.